ავტოსპორტი ლეგენდარული დაბრუნებებით და შთამაგონებელი მომენტებით სავსეა. მრბოლელები მენტალური სიძლიერითა და მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან. წარმოიდგინეთ, რბოლაზე ყველა მათგანს სასიკვდილო ავარიის თანაბარი შანსი აქვს. ეს ყველა მრბოლელს გათავისებული აქვს და მას პროფესიულ რისკს მიაწერენ. ამ სპორტში მათ უდიდესი რისკი და დანის პირზე სიარული იზიდავთ. სწორედ ეს აგრძნობინებს მრბოლელს თავს ცოცხლად. ავტოსპორტის ისტორიაში არაერთი ფატალური ავარია გვახსოვს, რომლებმაც ყველასთვის საყვარელი თუ უცნობი მრბოლელები შეიწირა. ამ ხრივ ყველაზე მეტად ალბათ ბრაზილიელ ავტომრბოლელს და სამგზის მსოფლიო ჩემპიონს აირტონ სენას გამოვარჩევდით. აგრეთვე ლეგენდარული ნიკი ლაუდას ავარიაც იმსახურებს გახსენებას, რომლის დროსაც ლაუდას სიკვდილს ძლივს გადაურჩა და სიცოცხლის ბოლომდე ბევრი ნაიარები გახვა. სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიც ავტოსპორტია, მსგავსი შემთხვევები გარდაუვალია. ამის გამო ავტოსპორტს ამ სფეროსგან შორს მყოფი ადამიანები სიგიჟესაც უწოდებენ. მიუხედავად ამისა, საქმეში ღრმად ჩახედულებსაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, 300 კმ/სთ ბეტონის ბარიერთან მილიმეტრებში სიარული ნამდვილად სიგიჟეა. სწორედ ამიტომ ავტოსპორტში ასპარეზობა ბევრს არ შეუძლია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სპორტი მხოლოდ რჩეულებისთვისაა. რადგან ასეთი გამძლეობა და რკინის კვერცხები ყველას ნამდვილად არ აქვს. ამ ვიდეოში ისეთ ისტორიას მოგიყვებით, რომელსაც ყველგან ვერ მოისმენთ და ვერ წაიკითხავთ. ეს ეხება შემთხვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლე ისე შეცვალა, რომ ფაქტობრივად დაასრულა. თუმცა მრბოლელის შეუპოვარი, უდრეკი ხასიათი მაინც ვერ გატეხა და სიცოცხლისა და პირველობისთვის წყურვილმა ასფალტიდან ამოსული მცენარესავით ამოხეთკა. ალბათ ერთხელ მაინც მოისმენდით, რომ ძლიერ ადამიანებს მძიმე ხვედრი აქვთ. ალესანდრო ძანარდი სწორედაც რომ ერთ-ერთი მათგანია. იტალიელი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა მისი და ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ძანარდის პატარა ასაკიდანვე მძიმე რეალობასთან შეგუება მოუწია. მისთვის გასაგები იყო თუ როგორი სახიფათო შეიძლება იყოს ავტომობილი. თუმცა მენტალურად ძლიერ ადამიანს ასეთი განსაცდელი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. იმავე წელს, როდესაც საზარელი ავარია მოხდა, ძანარდიმ კარტინგით რბოლა დაიწყო. კარტინგების სერია მისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. რაც პასუხი იყო იმაზე, რომ ალესანდრო ძანარდისაც შეეძლო ფორმულა 1-ისკენ მიმავალი გზა გაეკვალა. 1991 წელს იტალიელმა ახალგაზრდამ ფორმულა 3000-ის ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რასაც შემდგომი განვითარება და ფორმულა 1-ში გადასვლა მოჰყვა. სამეფო რბოლაში ლეგენდარული ედი ჯორდანის გუნდთან ერთად ჩაერთო და სეზონის ბოლოს სამ რბოლაში იასპარეზა. მათგან ორი ათეულში მოხვედრით დაასრულა, რაც ფორმულა 1-ში დებიუტისთვის ძალიან კარგი შედეგი იყო. მისი საუკეთესო შედეგი 1993 წელს ბრაზილიის გრან-პრიზე დაფიქსირდა. ძანარდიმ არაკონკურენტუნარიანი ლოტუსის ბოლიდით მეექვსე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ მომდევნო წლებში ლოტუსის გუნდი უსახსრობის გამო დაიშალა. სარბოლო გუნდის გარეშე დარჩენილი ძანარდი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მან ამერიკან კარტ სერიის რბოლებში მიიღო მონაწილეობა. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ კრისტალ ავტოს YouTube არხი. მან მოგებების ერთმანეთზე მიწყობა მალევე დაიწყო.
1997 და 1998 წლებში კი ამერიკან კარტ სერიის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ლეგენდარულმა ფრენკ ვილიამსმა, რომელიც ფორმულა 1-ის ტიტულოვანი გუნდის მეთაური იყო, ალესანდრო ძანარდის ამერიკის მიღწევები მალევე შეამჩნია და მას 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ძანარდის ფორმულა 1-ში დაბრუნება ძალიან სურდა, ამიტომ შეთავაზება დაუფიქრებლად მიიღო და კვლავ ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭეს მიუჯდა. 90-იანების ბოლო პერიოდი ვილიამსის გუნდისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. მიუხედავად დიდი მოტივაციისა, ძანარდიმ ფორმულა 1-ში გაბრწყინება ვერ მოახერხა. ამ ყველაფერს გაუმართავი ბოლიდი და ბევრი უიღბლობა განაპირობებდა. დიახ, ავტოსპორტში წარმატება მხოლოდ ნიჭზე და უნარებზე არაა დამოკიდებული. თუ გინდა რომ მოგება დადგეს, ამისთვის ყველაფერი შენს მხარეზე უნდა იყოს. ამ წარუმატებლობის შემდეგ ალექს ძანარდი კვლავ ამერიკაში გაემგზავრა და 2001 წელს ისევ ამერიკან კარტ სერიისში მიიღო მონაწილეობა. დიდი დაბრუნების პირველივე სეზონში ძანარდი წარმატებების მეორე სერიას იწყებდა. თუმცა მის ცხოვრებაში ბნელი, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი დადგა. მე-15 ეტაპი ლაუზიც რინგზე გაიმართა. ძანარდიმ უკანა რიგებიდან კარგად დაიწყო. ბევრი გასწრება გააკეთა, რასაც გვიანი პიტ-სტოპი მოჰყვა. საჯინიბო და ნახალი, ცივი საბურავებით გამოსულმა ძანარდიმ ტემპის მომატება დაიწყო, რის შედეგადაც ბოლიდმა უეცრად მართვა დაკარგა. დატრიალებულ ძანარდის ალექს ტალიანის ბოლიდი ძალიან მაღალი სიჩქარით შეეჯახა. შეჯახება ძანარდის ბოლიდის წინა ნაწილში მოხდა. როგორც იცით, იმდროინდელ ფორმულაში მრბოლელების ქვედა კიდურები ძარის უკიდურეს წინა ნაწილში იყო განთავსებული. დარტყმის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ ბოლიდს ეს მთლიანი წინა ნაწილი სრულიად მოწყდა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ძანარდის ქვედა კიდურები დაუზიანდა. იტალიელი მრბოლელი სასწრაფო წესით უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოპერაცია 3 საათი გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში იტალიელმა მრბოლელმა სისხლის 3/4 დაკარგა. მეორე სიცოცხლე. ალექს ძანარდის სიცოცხლის მეორე თავი რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდით დაიწყო. მისი მდგომარეობა ყველასთვის გასაგები იყო. მას მხოლოდ სინანულის თვალებით უყურებდნენ, რადგან ყველამ იცოდა თუ როგორი დიდი სიყვარული აკავშირებდა იტალიელ მრბოლელს ავტოსპორტისადმი. თუმცა მის სირბოლებში დაბრუნება წარმოუდგენელი იყო და ამის გამო ყველას ძალიან სწყდებოდა გული. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ დიდ საქმეს გამბედაობა და შინაგანი რწმენა სჭირდება, რაც ძანარდის უხვად ჰქონდა. პირველი ნაბიჯი ყველაზე დიდ გამბედაობას მოითხოვს და იტალიელს ამ ნაბიჯის გადადგმის არ შეშინებია. პირველი რაც მან გააკეთა, საკუთარი კიდურების პროთეზი იყო, რადგან ექიმების მიერ მიცემული საშინლად არ მოსწონდა. ძანარდიმ გადაწყვიტა, რომ მთელი მისი ფინანსური და გონებრივი რესურსი ისეთი პროთეზის შექმნაში დაეხარჯა, რომლითაც კიდევ შეძლებდა რბოლას, რადგან მას რბოლის გარეშე სიცოცხლე უბრალოდ არ შეეძლო. იგი ამბობდა, რომ ამ ექიმების მიერ რეკომენდებული პროთეზებით შეუძლებელი იყო გადაადგილება, ცხოვრება და რბოლა. ძანარდის ყველა გაოცებული და შეშინებული უყურებდა, რადგან ეგონათ, რომ ეს ყველაფერი იმედგაცრუებული მრბოლელის ბოდვა იყო, რომლის პრეტენზიებსაც საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ ავტომრბოლელები ბედს ასე მარტივად არ ეგუებიან. ისინი თვითონ ქმნიან მას. ალექს ძანარდიმ ეს დაამტკიცა. ეკრანზე ფორმულა 1-ის ან რალის მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისას რიგითი ადამიანისთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ მრბოლელები უბრალოდ დაფრინავენ გზებზე. მაგრამ ხომ დაფრინავენ ისინი?
ხომ შეუძლიათ მათ ეს? ამიტომ ის ადამიანები, რომლებსაც ძანარდი უბრალოდ ეწოდებოდათ, შეცდნენ. ალესანდროს ახალი პროთეზები რბოლაში მონაწილეობისთვის სჭირდებოდა. ამიტომაც ისინი თვითონ შექმნა. შედეგით ყველა გაოცებული იყო, რადგან არავის ეკუნა, რომ ძანარდის გადაწყვეტილება გაამართლებდა. Go back to racing because this is my passion and this is what I always did in my whole life. 2003 წელს ის 13 დარჩენილი წრე, რომელიც იტალიელმა მრბოლელმა საზარელი ავარიის გამო ვერ დაასრულა, სწორედ იმ ტრეკზე შეასრულა. ამერიკელებმა ეს საპატიო წრეების სერია პატივისცემის ნიშნად მოუწყვეს. თუმცა ამ გარბენი ძანარდიმ დიდი აუდიტორიას სულ სხვა მიზეზით გააოცა. მოცემული 13 წლიდან საუკეთესო, იმ დღეს გამართული რბოლების მეხუთე დროით კვალიფიცირდებოდა. მაყურებლები, გუნდის მენეჯერები, მრბოლელები და ყველა ვინც იმ დღეს იქ იყო, უბრალოდ გაოცებულები დარჩნენ. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ იტალიელს სარბოლო უნარები და ინსტინქტები კვლავ წყობში ჰქონდა და დანებებას არ აპირებდა. ეს ყველაფერი არ არის. შეუპოვარმა მრბოლელმა 2003 წელს ევროპული ტურინგის კლასში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. დადგა ის მომენტი, როდესაც ყველა მიხვდა, რომ ძანარდისთვის საბრალო თვალებით ყურება მას ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო გააძლიერებდა. ამიტომ მისი დანდობა არც ერთ მრბოლელს თავში აზრადაც არ გაუვლია. იტალიელმა 2 წელიწადში თავისი ფორმის პიკს მიაღწია და 2005 წლის მსოფლიო ტურინგის კლასში BMW-ს ბოლიდით 3 გამარჯვება მოიპოვა. ეს წარმატებები BMW-ს გუნდს იმდენად გაუხარდა, რომ მათ ძანარდის ბრენდის ამბასადორის წოდება მიანიჭეს. დიახ, BMW იყო ის გუნდი, რომელიც ისეთ მრბოლელს ენდოდა მეორე შანსი მისცა, რომელსაც ქვედა კიდურების მაგივრად პროთეზები ჰქონდა. ამას 2005 წლის იტალიის ტურინგის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულიც მოჰყვა. ვინც 2000-იანების ავტოსპორტს თვალს ადევნებდა, კარგად ემახსოვრება ეს პერიოდი. ყველა ავტოჟურნალში და ევროპულ ტელევიზიაში ძანარდის გამარჯვებებზე იყო საუბარი. თუმცა ამ დროისთვის მრბოლელი უკვე 40 წელს იყო მიღწეული და მან ავტორბოლიდან წასვლა გადაწყვიტა. 2005 წლის ლაურიასის დაჯილდოებაზე ნომინაცია წლის დაბრუნებაში გამარჯვებულად ძანარდი დაასახელა და ეჭვი არავის შეპარბია, რომ იგი ამ ჯილდოს ყველაზე მეტად იმსახურებდა. ამ დაჯილდოებაზე მან შემდეგი სიტყვები განაცხადა. როდესაც ორივე ფეხი დავგარგე, ვოცნებობდი მომკვდარიყავი, მაგრამ ეს არ მომსულდა. თუმცა ახლა ვხვდები, რომ წარეთ ვცდებოდი. იტალიელი მრბოლელის საოცარი ცხოვრება ამით არ დასრულებულა. მას საავტომობილო რბოლების კულისებში ყოველთვის ნახავდით. რამდენიმე წელიწადში მან სპორტსმენის პროფილი შეიცვალა და პარაოლიმპიურ სახეობებს მიმართა. კერძოდ კი ხელით მართვადი ველოსიპედების კლასს. აქაც ყველა გააოცა და უამრავი მსოფლიო რეკორდის თუ ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი გახდა. თუმცა ეს გამარჯვებები მისგან აღარავის უგვირდა. ვიდეოს დასაწყისში ვახსენეთ, რომ ძლიერ ადამიანებს მძიმე ხვედრი აქვთ. ძანარდის პატერაკებით სავსე ცხოვრება აქაც არ დასრულებულა. მაშინ, როცა ყველაფერი კარგად იყო, ძანარდის ცხოვრებაში კიდევ ერთი შავი დღე გათენდა. $2020 წლის ივნის, ველორბოლის დროს, პირველობისთვის ბრძოლისას, მან ველოსიპედზე კონტროლი დაკარგა და სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. რის შედეგადაც სახის არეში უმძიმესი დაზიანებები მიიღო. იგი სასწრაფო წესით სიენას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან 18 თვე გაატარა. საწყის ეტაპზე კომაში იყო და მისი მდგომარეობა კარგს არაფერს იუწყებოდა. თუმცა რამდენიმე თვეში ძანარდის თვით გადარჩენის მანქანა ისევ ამუშავდა და გარკვეული დროის განმავლობაში მისი რეაბილიტაცია უკეთესობისკენ წავიდა. 1 წლის შემდეგ
ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაც კი შეეძლო და მხედველობაც დაუბრუნდა. 2021 წლის დეკემბერში ძანარდი საკუთარ სახლში გამოწერეს, სადაც დღემდე რეაბილიტაციის მკაცრ კურსს გადის. მისი მეუღლე დანიელა მანი ამბობს, ალესანდრო ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას ამყარებს. ხან გამოსდის რაღაცეების კეთება, ხან ვერ. ზოგჯერ კარგი დღეები გვაქვს, ზოგჯერ კი ცუდი. ალესანდრო ერთი დიდი გამოცდილება და გრძელი თავგადასავალია, თუმცა იგი არასდროს ნებდება. მიუხედავად იმისა, რომ ძანარდის სპორტულ კარიერაში ისეთ დიდ ტიტულებს და წარმატებებს ვერ შეხვდებით, როგორიც მიხაელ შუმახერს ან აირტონ სენას ჰქონდა, მისი ისტორია სრულად განსხვავებულია. იგი მაგალითია იმისა, რომ დანებება წაგებას ნიშნავს, ხოლო ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არის გზა, რომელსაც სპორტსმენი გამარჯვებამდე მიხავს. შეიძლება არავის ჯეროდეს შენი ძალების, მაგრამ შენ ერთგული უნდა იყო შენი საქმის და იმ თავარ კონკურენტს, რომელსაც საკუთარი თავი ჰქვია, ყოველთვის დასძლევ. ამის ნათელი მაგალითი მუდამ მომღიმარი და მხიარული ალესანდრო ძანარდია. ჩვენს გმირზე ავტოსპორტში ამბობენ, რომ მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. ალესანდრო ძანარდი დღეს 59 წლისაა. ავარიიდან კი, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა, უკვე 24 წელი გავიდა. იმ საზარელი ავარიის შემდეგ დღეს საკუთარ სახლში კვლავ რეაბილიტაციის ურთულეს კურსს გადის და საკუთარ სხეულს ებრძვის. მისი სული სიძლიერე და მტკიცე ხასიათი ავტოსპორტის გულშემატკივრებს იმედს გვაძლევს, რომ მალე სრულიად ჯანმრთელი იქნება და მისი პოზიტიური ღიმილის მომსწრე კიდევ არაერთხელ გავხდებით.